Good morning. And today მოგესალმებით. დღეს მე გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება მოხდეს მანდარინის სწორად გასვლა ფორმირება. რისთვისაც ვიმყოფებით კობულეთის მუნიციპალიტეტში. In this region in Kobuleti. მინდა დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ ციტრუსი ზოგადად ძალიან გრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. კი, მათ სჭირდებათ ტენიანობის გარკვეული დონე, მაგრამ თუ ვარჯის შიგნით არ არის საკმარისი სინათლე და აერაცია, მაშინ მაღალი ტენიანობა ხდება ვარჯში სოკოვანი დაავადებების გავრცელების წყარო. რაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე. But if we now move into the other tree, which თუ ყურადღებას გადაიტანთ მეზობელ ხეზე, შეამჩნევთ, რომ იგი უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მას აქვს უკეთესი აერაცია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ვარჯით საჭიროებს გახსნას. To be open inside, but you can see here the better condition of this tree. თქვენ აგრეთვე შეამჩნევთ, რომ მას აქვს გაცილებით კარგად განვითარებული კვირტები, რომლებიც მზად არიან ყვავილობისთვის. Comparing the previous one, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ კარგ აერაციას და სინათლეს ვარჯში მინიმუმამდე დაჰყავს განუვითარებელი და გამხმარი ტოტების არსებობა. გასხლის დროს აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მანდარინი ნაყოფს წარმოქმნის ერთწლიან და ორწლიან ტოტებზე. აქედან გამომდინარე, გასხლის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გასხლის შედეგად მოხდეს ახალი ნაზარდების განვითარება. ეს არის 1 წლის ტოტი. ეს კი 2 წლის. მიმდინარე წელს ამ ტოტიდან ჩვენ მივიღებთ ნაყოფს აქ. ასე რომ გასვლის დროს უნდა დავიცვათ ბალანსი ერთწლიან და ორწლიან ტოტების რაოდენობას, ანუ მოსავლიანობასა და მცენარის ვეგეტატიურ ზრდას შორის. ახლა ვნახოთ რა ხარვეზები აქვს ამ კონკრეტულ მანდარინის ხეს და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ მცენარის დათვალიერება. ჩვენი მოქმედება კი მიმართული იქნება როგორც იმ გვერდითა ტოტების მჭრაზე, რომლებიც მიწის ზედაპირთან ახლოს ვითარდება, ისე ვარჯის გახსნაზე. მცენარის გასხლა ყოველთვის უნდა დავიწყოთ ვარჯის ზემოდან და პროცესი განვავითაროთ ქვემოთ. ჩემი ამოცანაა გავხსნა მცენარის ვარჯი და შესაბამისად მოვჭრა ეს ტოტი, რადგან ის ჩრდილავს ვარჯს და არ აძლევს სინათლეს მასში შეღწევის საშუალებას. ჭრი ტოტს ამ ადგილზე. აქ არის განვითარებული სხვა გვერდითა ტოტი, რომელსაც ვტოვებ დროებით, როგორც მოჭრილი ტოტის განახლებულ ვარიანტს. მნიშვნელობა აქვს მოჭრის ტექნიკასაც. უნდა ვეცადო, რომ მცენარე ნაკლებად დავაზიანო. რისთვისაც ვაკეთებ მცირე ჩაჭრას ტოტის ერთი მხრიდან და შემდეგ ვჭრი მას მეორე მხრიდან. Okay. With the scissors, ახლა მცენარეს მოვაცილებ ყველა იმ ტოტს, რომლებიც ერთმანეთს ეხებიან და კვეთენ. ასევე მოვაცილებ ყველა გამხმარ ტოტს. Dry the shoots. So go inside. ანალოგიურ მოქმედებებს ვაგრძელებ ვარჯის შიგნითაც. And try to clean. რათა მცენარე განვათავისუფლოთ გამხმარი და ურთიერთგადამკვეთი ტოტებისაგან. This is very weak. Here we can see ვარჯში მაღალი ტენიანობის არსებობა, რაც მასში სინათლის ჩაღწევის პრობლემითაცაა განპირობებული, არის აგრეთვე ხავსების განვითარების წინაპირობაც. Presence of too much moisture, and we don't have to allow this situation for the next growing. თქვენ ალბათ ამჩნევთ ხავსს აქ. აუცილებლად ვჭრით მას, რათა თავიდან ავირიდოთ ხავსების არსებობით გამოწვეული ტოტების სწრაფი დაბერების შესაძლებლობა. In fast holding condition instance of stimulating new shoots. This is
ფერმერი უნდა ეცადოს, რომ მოსავლის აღების შემდეგ არ დატოვოს ნაყოფი ხეზე და ნიადაგზე დაყრილი. რადგან ის შესაძლოა მრავალი მავნე ორგანიზმებისათვის გავრცელების ბუდე გახდეს. So in these cases we will cut here, remove the mandarins. იმის შემდეგ, რაც მოვახდინე ვარჯის გახსნა, უნდა მოხდეს ქვევით მზარდი ტოტების მოჭრა იმ გათვლით, რომ ნაყოფი განვითარდეს ნიადაგიდან არანაკლებ 40 სანტიმეტრის სიმაღლეზე. სხვა შემთხვევაში ნიადაგის სიახლოვეს განვითარებული ნაყოფი ყოველთვის დაბალი ხარისხის იქნება. ამ მცენარის საძირედ გამოყენებულია ტრიფოლიატა, ანუ სამყურა პორტოხალი და მას აქვს ამონაყარი სხვა საძირეების სახით. აუცილებელია ამონაყარის მოცილება, რადგან მის ზრდაში მცენარე კარგავს ენერგიას. ამონაყარს მოვაცილებ ფრთხილად, რადგან ის ეკლიანია და შეუძლია ფერმერის დაზიანება. ყურადღება მისაქცევია, რომ არ დაუშვათ უცხო ხელმცენარეების ზრდა მანდარინთან ახლოს, რადგან ისინი კონკურენციას უწევენ მანდარინს საკვები ნივთიერებების შეთვისებაში და გარკვეულწილად ზღუდავენ სინათლით მის მომარაგებას. აქ თქვენ ხედავთ ასეთ მცენარეს, რომელიც აუცილებლად უნდა მოვჭრა მიწის პირზე. ამ მცენარის გასვლის შემდეგ მინდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია მცენარისთვის რადიკალურად შეიცვალა. ის წლების განმავლობაში არ იცვლებოდა და შესაბამისად არ იყო სწორედ ფორმირებული. ბევრი ტოტი ერთმანეთს კვეთდა და ვარჯში იყო სინათლის შეღწევის პრობლემა. ჩვენი მოქმედებებით სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ ერთი გასვლის დროს არ შეიძლება ძალიან ბევრი ტოტის მოჭრა. რადგან მანდარინი ძალიან გრძნობიარეა მძიმე სხვლის მიმართ.